სპეციალური პენიტენციური სამსახური უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ციხე დროებით შვილის დაბადების დღეზე დასასწრებად დატოვა. უწყებაში ირწმუნებიან, რომ ეს საკითხი მათი მხრიდან არც კი განხილულა, თუმცა უცნობია მიმართა თუ არა ვინმემ ამ მოთხოვნით პენიტენციურს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ღარიბაშვილის საგანში 24 საათიანი ვიდეო მეთვალყურეობა მიმდინარეობს, თუმცა პენიტენციური კადრებს ვერ გაასაჯაროებს. მიზეზად პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონს ასახელებენ. არადა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ციხის შიდა ტერიტორიიდან მსჯავრდებულების კადრები მაღალი საჯარო ინტერესის საბაბით არაერთხელ გავრცელებია. ღარიბაშვილის შემთხვევაში უწყება დაინტერესებულ პირებს მოუწოდებს მიმართონ სახალხო დამცველს, რომელიც უფლებამოსილია ადგილზე გაეცნოს ვიდეო მასალას, რომლითაც პენიტენციური მტკიცებით გავრცელებული ინფორმაციის არარეალურობა უტყუარად დადასტურდება. სურს გამოვეხმაუროთ კონკრეტული მედია საშუალების მიერ გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ოჯახის წევრის დაბადების დღეზე პენიტენციური დაწესებულების დატოვებასთან დაკავშირებით. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილს არათუ არ დაუტოვებია დროებით პენიტენციური დაწესებულება, აღნიშნული საკითხი არც კი განხილულა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან. ამასთანავე საზოგადოების ინფორმირების მიზნით განმარტავთ, რომ პენიტენციური კოდექსის შესაბამისად სამსახურის გენერალურმა დირექტორმა მსჯავრდებულს შეიძლება მისცეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების უფლება კანონმდებლობით მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში. მსჯავრდებულის ოჯახის წევრის დაბადების დღე არ წარმოადგენს კანონმდებლობით განსაზღვრულ იმ განსაკუთრებულ გარემოებას, რის საფუძველზეც მსჯავრდებულმა შესაძლოა დროებით დატოვოს პენიტენციური დაწესებულება. კიდევ ერთხელ მოუწოდებთ ყველა მედია საშუალებას თავი შეიკავონ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელებისგან, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 5 თებერვალს პატიმრობაში მყოფმა ირაკლი ღარიბაშვილმა სავარაუდოდ ციხე დროებით დატოვა, რათა შვილის დაბადების დღეს დასწრებოდა შაბათის ფორმულამ გაავრცელა. თემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა ღარიბაშვილის ცოლის მამ ალექსანდრე თამაზაშვილმა. ის ირწმუნება, რომ ფორმულას ინფორმაცია მცდარია და ყოფილ პრემიერს ოჯახთან ურთიერთობა მხოლოდ ტელეფონით და ისიც კვირაში ერთხელ შეუძლია.